ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გუშინ სტადიონზე მომხდარი დაპირისპირების გამო ტორპედოს გულშემატკივრებს 100-დან 500 ლარამდე ჯარიმა დააკისრა. ჩხუბის გამო 16 პირი იყო დაკავებული. გამოძიება წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და დაუმორჩილებლობის მუხლით მიმდინარეობდა. შეუპარდეს ჯარიმები 200-დან 500 ლარის ფარგლებში და განთავისუფლებული არის ყველა გულშემატკივარი, მის დააკავეს. ინციდენტი იყო, როგორც ხდება ხოლმე ფეხბურთში ეგეთ რაღაცეები, გულშემატკივართა რეაქცია, აგრესია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით კი ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს ნეიტრალურ სტადიონზე გამართავს. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებითვე გუშინდელი ინციდენტის გამო ტორპედო 18300 ლარით დაჯარიმდა. გუნდის გულშემატკივრების მიერ სტადიონზე სკამების დამტვრევის გამო 800 ლარის გადახდა დაიკისრა დინამოსაც. გამოსაძიებელია კიდევ ერთი ფაქტი. თუ როგორ მოხდა ამ რაოდენობის გულშემატკივარი სტადიონზე და რატომ იყო კარი ღია, საიდანაც მათ სტადიონზე შეღწევა მოახერხეს. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულ ფაქტს მკაცრი რეაგირება მოჰყვება. დინამოს პრეზიდენტის თქმით, ეროვნული ჩემპიონატის მატჩები მსგავს სიტუაციაში არ უნდა ტარდებოდეს. ტორპედოს სპორტული დირექტორი სტადიონზე მომხდარ ფაქტს დინამოსა და ტორპედოს გულშემატკივრებს შორის დაწყებულ ხანგრძლივ შუღლს უკავშირებს. ყველაფრის მიზეზი თავი და თავი იყო ალბათ თბილისში ჩატარებული მატჩი, რომლის შედეგადაც ტორპედო ქუთაისის გულშემატკივრები გაილახნენ. ამის მიზეზად ჩვენ რამოდენიმეჯერ მივმართეთ თბილისის დინამოს ხელმძღვანელობას, რომ გულშემატკივრები არ ჩამოეყვანათ. თბილისის დინამოს გულშემატკივრები მაინც ჩამოვიდნენ, მაგრამ დაცული იყო ყველა ზომა იყო მიღებული იმისთვის, რომ გულშემატკივრები დაცული ყოფილიყვნენ როგორც თბილისის დინამოს, ასე ქუთაისის ტორპედოს. ჩვენ გავყავით პერიმეტრზე იცავდა პოლიცია, სპეცნაზი, მაგრამ ერთმა ჯგუფმა გულშემატკივრები შემოაღწია მინდორზე. ინციდენტი ეს შეუძლებელია. ჩვენ ასე ვერ ვითამაშებთ მომავალში. აქ ნეიტრალური მოედანი იქნება, სადაც იქნება თამაში. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა ქუთაისში. რა თქმა უნდა, რეაგირება უნდა იყოს მკაცრი. მე მქონდა საუბარი ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მე ვფიქრობ, აუცილებელია რომ მოხდეს ამ ფაქტების შეფასება. არიან დაშავებული ფეხბურთელებიც. მე ვფიქრობ, თუ სამართალდამცავები ამ ფაქტებს გამოიძიებენ, რა თქმა უნდა, ჩვენ დავეხმარებით ყველა მხრივ, რომ ესეთი ფაქტები მომავალში აღარ არსებობდეს და აღმოიფროს საქართველოში. სამართალდამცველებმა სტადიონზე მომხდარი ინციდენტის 40-მდე მონაწილე დააკავეს, თუმცა მათი ნაწილი მოგვიანებით გაათავისუფლეს. დაპირისპირება გუშინ ქუთაისში ტორპედოსა და დინამოს შორის მატჩის მიმდინარეობისას მოხდა. ვითარება სტადიონზე მეორე ტაიმის დაწყებისას დაიძაბა. დინამო 2-0-ს იგებდა, როდესაც ტორპედოს გულშემატკივრები სტადიონზე შეცვლიდნენ და დინამოს ფეხბურთელებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.